ვის არ ახსოვს ან არ სმენია სოხუმის ცნობილი მაიმუნ საშენის შესახებ. თავისი განუმეორებელი პრიმატებითა და მათზე მოყოლილი 1000 ჭორმართალით. მხოლოდ მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ ამ დაწესებულებას ოფიციალურად საკმაოდ სერიოზული სახელი, ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის კვლევითი ინსტიტუტი ერქვა. ინსტიტუტი, რომელსაც ადამიანები ძალიან მოკლედ მაიმუნ საშენს უძახდნენ, რაც და ძალიან ბრაზდებოდით ჩვენს თანამშრომლები და ჩვენი ხელმძღვანელობაც, იმიტომ რომ ინსტიტუტი იყო ძალიან სერიოზული კვლევების ჩამტარებელი, რომელსაც ჰქონდა დიდი კავშირები საზღვარგარეთაც, რომელსაც ჰქონდა დიდი ტრადიციები და რომელიც ძალიან სერიოზულ შედეგებს დებდა. ეს იყო ჩემი სამუშაო, რომელიც ძალიან ღირებულია დღესაც, ჩემთვის 30 წლის გავლის შემდეგაც. არც მქონდა წარმოდგენა იმ მასშტაბებზე, რაც მელოდა იქ, იმიტომ რომ ეს იყო ნამდვილად ალმამატერი ბევრისთვის. ქართველების ხოთაშორის ბევრი არ ვიყავით, მაგრამ ვინც ვიყავით, ძალიან ვცდილობდით გვემუშავა სერიოზულად და სერიოზული შედეგებისთვის მიგვეღწია. 1927 წელს აფხაზეთში გვინეიდან 15 მაიმუნი ჩაიყვანეს. ცხოველების უმრავლესობამ ტრანსპორტირებას ვერ გაუძლო. გადარჩა მხოლოდ 2 პავიანი და 2 შიმპანზე. სწორედ მათ დაუდეს სათავე სოხუმში დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების თითქმის 100 წლიან საქმიანობას. აფხაზეთი აირჩიეს მაიმუნების მშობლიურ ტროპიკებთან მიახლოებული კლიმატის და მათი საკვები ხილის სიმრავლის გამო. შედეგად ქალაქი ექსპერიმენტული მედიცინის ცენტრად იქცა. სადგომის ბაზაზე დაარსდა ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტი, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში უდიდეს და მსოფლიოში საკმაოდ ცნობილ პრიმატების შემსწავლელ ცენტრად მოიაზრებოდა. იმის გამო, რომ ბევრი იყო ინფექციური დაავადება და ვირუსული დაავადება, ინფექციური პათოლოგიის ლაბორატორია, სადაც მე მუშაობდი მე, რომლის ხელმძღვანელი იყო პროფესორი ეტერი ჯიქიძე. მაშინ ეს იყო აუცილებლობით გამოწვეული ნაბიჯები, თუმცა ინსტიტუტმა თავისი ფრთები გაშალა რეალურად და სერიოზული კვლევები დაიწყო უკვე 50-იანი წლებიდან, როდესაც ექიმების მთელი პლეიადა ჩამოვიდა სხვადასხვა სამედიცინო ინსტიტუტთა დამთავრებულების და არა მარტო ბიოლოგებისაც, პრიმატოლოგებისაც ჩამოვიდნენ აფხაზეთში და ინსტიტუტში დაიწყო სერიოზული კვლევები ბევრი მიმართულებით. ეს იყო ესე იგი საბჭოთა კავშირში მეორე ინსტიტუტი. ძირითადად ესე იგი აი ამ ჩვენს კვლევით მასალაზე დაფუძნებულ თეორიას, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ძალიან დიდი პერსპექტიული შრომები კეთდებოდა. ყველა ლაბორატორიაში, თითქმის ყველა ლაბორატორიებში ესე იგი იგზავნებოდა მე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რომ აპრობაცია გაეკეთებინათ და აი ამის საფუძველზე ხდებოდა გარკვეული მედიკამენტების დამზადება, პრეპარატების, სხვა პათოლოგიების წინააღმდეგ. ინსტიტუტის მნიშვნელოვანი პროფილი ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლისთვის საჭირო წამლების დამუშავება გახდა. კვლევების შედეგებმა რევოლუცია მოახდინა მედიცინაში. დაწესებულების ეზოში დღესაც დგას მაიმუნის ქანდაკება, რომლის პოსტამენტზე წერია: პოლიომიელიტი, ყვითელი ციებ-ცხელება, პარტახტიანი ტიფი, ტკიპისებრი ენცეფალიტი, ყვავილი, ჰეპატიტი და სხვა ბევრი დაავადება შესწავლილია მაიმუნებზე ჩატარებული ცდების დახმარებით. საუბარი არის ვაქცინებზე, ძალიან ბევრი ვაქცინა იქნა შემუშავებული და აპრობირებული ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე. ბევრი დაავადების მიღება შესაძლებელი გახდა მაიმუნებზე, რომელიც ითვლებოდნენ ადრე მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი. ლეიკოზები იყო მიღებული მაგალითად 70-იან წლებში. სხვადასხვა წყაროსნობით თავდაპირველად ცენტრის შექმნის იდეა და მაიმუნებზე ექსპერიმენტების დაწყება საშიში დაავადებების წინააღმდეგ წამლების ძიებას არ უკავშირდებოდა. კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობაზე 1000 ჭორმართალი პერიოდულად ვრცელდებოდა. მათ შორის ყველაზე ხმაურიანი იყო თეორიების სიცოცხლის გახანგრძლივების ელექსირის შექმნის, ასევე ადამიანისა და მაიმუნის შეჯვარების მცდელობაზე. ძალიან დიდი ტრადიციების ინსტიტუტს ბევრი ისეთი ნეგატიური ისიც მოყვებოდა რაღაცა ჭორის დონეზე, რაღაცა კვლევები, რომელიც საერთოდ ახლოსაც არ იყო რეალობასთან. არანაირი არაადამიანური კვლევები ჩვენს ინსტიტუტში ნამდვილად არ ხდებოდა. ეს სასაცილოც არის ეხლაც. ჭორები იყო საშინელი, რომ რაღაცა შეჯვარებები ხდებოდა, სისულელეები, სრული სისულელეები. იმიტომ რომ კოსმოსური ფაქტორების გავლენაც ნამდვილად ამისთვის იყო ეს, რაც მე ვღებულობდი მონაწილეობას, მაგრამ ბევრი კონფერენცია ტარდებოდა, ბევრი შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ტარდებოდა ეს საინფორმაციო შეხვედრები, არასდროს არაფერი მსგავსი არც გამიგია.
ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტი მრავალი წლის განმავლობაში იყო ყოფილი საბჭოთა კოსმოსური პროგრამის ცენტრში. სწორედ სოხუმში ჩატარდა იმ დროისთვის არნახული ექსპერიმენტი. მაიმუნები კოსმოსში გასაფრენად მოამზადეს. 80-იან წლებში იყო სერიოზული კვლევები კოსმოსის ფაქტორების გავლენა ადამიანის სხვადასხვა ფუნქციურ ორგანოებზე. ჩემი კვლევა ასევე ეხებოდა მაიმუნების კოსმოსში ქცევას. ეს იყო ძალიან საინტერესო ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც თავიდან გარკვეული რაოდენობა მაიმუნების შერჩეული იყვნენ იმისთვის, რომ ესწავლებიათ, მოემზადებინათ მაიმუნები კოსმოსის ფაქტორების ასატანად. საბოლოოდ მაშინ ორი მაიმუნი გაფრინდა კოსმოსში, ორივე ცოცხალი დაბრუნდა და მშვენივრად იცხოვრეს მერე ვოლიერებში, თავისი სიცოცხლე დაასრულეს გარგახნის მერე მშვიდ და კომფორტულ გარემოში. ექსპერიმენტებს როცა ვატარებდით, ის მაიმუნები, რომლებიც საექსპერიმენტო მაიმუნები იყვნენ, ისინი აბსოლუტურად იზოლირებულნი იყვნენ საჩვენებელ პრიმატებთან მიმართებაში. საჩვენებელ პრიმატები ცალკე იყვნენ, ძალიან თავისებურები არიან, ძალიან საინტერესონი არიან. ერთი მაიმუნი იყო, რომელსაც ბოლო დროს სულ ვიღებდით იმ მაიმუნიდან სისხლს, აი ჩვენი გენეტიკური აბერაციებისთვის და ისე იგი მიმეჩვია, რომ აბსოლუტურად ისე წყნარად იყო, მშვიდად იყო, თავიდან ძალიან აგრესიული იყო. მე ისე მშვიდად იყო, ისე წყნარად იყო, თითქოს მისი ახლობელი გავხდი. აფხაზეთის კონფლიქტმა და მიმდინარე მოვლენებმა ინსტიტუტი მნიშვნელოვნად დააზარალა. მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრი დღეს განადგურების პირასაა. ოფიციალური წყაროებით ინსტიტუტის სტატუსი შენარჩუნებულია და კვლევებიც გრძელდება. თუმცა როგორც ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ტერიტორია ტურისტულ ობიექტს უფრო ჰგავს. სოხუმში ეს ინსტიტუტი დარჩა, პრაქტიკულად ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი მთლიანად დაიშალა. იქ იყო ძალიან სერიოზული სამეცნიერო პოტენციალი, რომელსაც მუდმივად ჰქონდა ურთიერთობა ევროპულ ქვეყნებთან, ამერიკასთან, მუდმივად იყო მიმოცვლა და ამის გარეშე შეუძლებელია მეცნიერების წინწაწერა. მე არ შემხვედრია არსად სერიოზული კვლევები და რაღაცა სტატიები მას მერე სოხუმის თანამშრომლების სამწუხაროდ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ნიჭიერი და კარგი ახალგაზრდა მუშაობს იქ, მაგრამ ტერიტორია არსებობს, მაგრამ მაგალითისთვის ახლა ჩვენს ლაბორატორიაში კარგ დროს, მშვიდობიან დროს 700-800 მაიმუნი იყო ექსპერიმენტებში, ხო? ეხლა სულ ყავთ, მე მგონი 300 თუ 400 მაიმუნი მთელ ინსტიტუტში. ტურისტულ ვებგვერდებზე მაიმუნსაშენის მისამართით ბევრი კრიტიკული კომენტარი იწერება. უკმაყოფილო მოქალაქეები წერენ, რომ პრიმატების მდგომარეობა ცხოველების აბუჩად აგდებას გავს. ობიექტს დღესაც ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის კვლევითი ინსტიტუტი ქვია. დასანანია, რომ წლობით ნაშენები ავტორიტეტისა და სახელისგან დაწესებულებას მხოლოდ დასახელება შემორჩა. ჩვენი ქვეყნის აკეთილ-თხევ საქმეს ვაკეთებდით, საქართველოს პირველის ყოვლისა ვაკეთებდით იმ საქმეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოადგენდა, ჩვენს მომავალ თაობას გამოადგენდა, ახალი პრეპარატები შეიქმნებოდა ჩვენი კვლევების საფუძველზე. ეს უნიშნელოვანესი იყო, რომ საერთო ერთობლივი საქმით წინ წაგვეყვანა ჩვენი ქვეყანა და კერძოდ მეცნიერება. მე სულ ვამბობ, რომ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ იმ გამოცდილების შესახებ, რაც ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობის. იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ თაობას, ომის მერე დაბადებულ თაობას არ აქვს ის ფუფუნება გაიცნონ ერთმანეთი, იქეთა მხარესაც და აქეთა მხარესაც კარგად. ჩვენ გქონდა ბევრი საერთო სხვა და პრობისთვის დრო